საცურისაცმინისა და ჩვენთან არ დაიწყო. ყველას მოგილოცავთ დღევანდელ დღეს აღხსენება მაკათა მოციქულის და დღეს აღხსენება ჩვენი თანამედროვე წმინდანის სევერიან დიაკონის სამსახურის. მადლობა და დიდება უხარს ყველაფრისთვის. დღეს ასევე დაბადების დღე აქვს ამ მონასტრის დამაარსებელს, სქემ არქიმანდრიტ საბას ხევისბერს. ჩვენ ძალიან გვიყვარდა ეს პიროვნება თავისი სიყვარულიდან გამომდინარე, თავისი გულმართლობიდან, თავისი სიმტკიციდან, ადამიანობიდან გამომდინარე. მამა საბას ჰქონდა ძალიან დიდი სიყვარული ყველას მიმართ, ღმერთის მიმართ, სამშობლოს მიმართ და ჩვენ არ უნდა გამსაჯოთ არც ერთი ადამიანი მით უმეტეს გარდაცვალებული, ჩვენ გარდაცვალებულს მარტო უნდა ვილოცოთ, რომ მისმა სულმა დაინგროს იქ, სადაც მართან და წმინდანი მკვიდრობენ. გარეგნულად ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ის ცხოვრება, ეს არ ცხოვრება, მხოლოდ უფალმა უწყეს გული ადამიანის. და მე მჯერავს, რომ მას იმდენად დიდი სიყვარული ჰქონდა ყველას მიმართ, რომ უფალმა ის აცხოვნა და თავის სამკვიდრებელში დაამკვიდრა. გამომდინარე იქიდან, რომ მან ბევრი რამე გააკეთა. ჯერ კიდევ თქვენ წარმოვიდგინეთ, აჭარაში, ზემო აჭარაში, მან ტაძარი ააშენა ამბრია პირველწოდებულის სახელობის. მაშინ, როდესაც ადგილობრივი ხელისუფალი გვებრძოდა, ყველანაირად გვავიწროებდნენ და განსაცდელით შეხვდა ისეთი, რომ დიდ ხრამში გადავარდა, თუ გადარჩებოდა ვერ წარმოვიდგენთ. ერთ-ერთი სასულიერო პირი დღეს საეპისკოპოსია, მეუბნება, რომ გადარჩენის შანსი არ არსებობს. მაგრამ ღმერთმა გადაარჩინა. გადაარჩინა, იმიტომ რომ უნდა გაკეთებულიყო ძალიან ბევრი საქმეები, მათ შორის ეს მონასტერი. მონასტრის დაარსება ეს ისტორიული მოვლენაა. აიყვნენ წმინდანები, რომ მარტო მონასტერი დაარსა და წმინდანად იყო შერაცხული. მარტო მონასტერი. წერია მის ცხოვრებაში, რომ ეს მონასტერი დაარსა. და ნამდვილად ამ მონასტრის გარდა მან ძალიან ბევრი რამე გააკეთა ამ ეპარქიაში, სხვაგან ყველაზე რთულ მომენტებში ის თავის ვაჟკაცობას, ადამიანობას ავლენდა. და რთული სამსახურები ჰქონდა. ჯერ აჭარაში, ზემო აჭარაში ტაძრის მშენებლობა და ამხელა განსაცდელი დაემთხვა. ამ ეპარქიაში გადმოვედით და ფაქტიურად კლანური მმართველობა იყო ეკლესიაში, ერთი ოჯახი იყო დაუფლებული ეკლესიას, საკათედრო ტაძარს, არ ჰქონდა საშუალება, რომ რაღაცა გამეკეთებინა. დავნიშნე ეკონომოსად, მამა საბა და ძალიან დიდი წინააღმდეგობა წავიდა მის მიმართ. დაშალა ის კლანური მმართველობა, ნორმალურ კალაპოტში ჩააყენა, რა თქმა უნდა, ბევრი შეურაცხყოფა, ბევრი დამცირება მიიღო ამის გამო და ბოლოს აი მართლაც რა ვიცი, ღვთით იმართებოდა, იმიტომ რომ გული ჰქონდა მოსიყვარული. ძალიან სიყვარულით ახსავსი ადამიანი იყო და აქედან გამომდინარე, როცა კურთხევით აკეთებდა ყველაფერს. აი აქაც ამ მონასტერში თვითნებურად არაფერი არ გაუკეთებია. აკეთებდა ამ ტაძარს, მე ვფერ როგორი ტაძარი გავაკეთოთ. უთხარი ჯვრის, სამწევრისი ჯვრის ტიპისა გააკეთა ეს ტაძარი. ზუსტად ისე გააკეთა. იქით კიდე ნიქოზის მთავრანგელოსა სახელობის, აი ხარების ტაძარი რომა, იმის ასლი გააკეთა ის. აი ყველაფერს მეკითხებოდა, ყველაფერზე როცა კურთხევას იღებდა და მე ვფიქრობ, რომ ნამდვილი ბერი და სასულიერო პირი ასე უნდა იღებდეს, როცა კურთხევს და ასე უნდა ცხოვრობდეს და ნამდვილად თავისი მთელი ცხოვრება მან როცა კურთხევით იცხოვრა და ღმერთმა აი ამ როცა კურთხევის ნაცვლად მიაგოს მას მადლის სული საწმინისა და დაამკვიდროს იქ, სადაც მართან და წმინდანი მკვიდრობენ. ღმერთმა აცხოვნოს მამა საბას. ამინ. ამინ. ღმერთმა დააგდო დღევანდელ წმინდანთა როცვა გეწევათ. ამინ.